აპირებდა. რუსული პრესა იქვე იუწყებოდა, რომ გვერდწითელს ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რომელი ქვეყნის სახელით გამოვიდოდა. სახელდებოდა სამი ქვეყანა: საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი. დროებამ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა და ქალბატონ თამარს მოსკოვში სახლში ეწვია. როგორც ხშირად ხდება, რუსული ბულვარული პრესის ინფორმაციამ მცდარი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ თამარ გვერდწითელს ევროვიზიაში მონაწილეობის მიღება არც კი უფიქრია. მიუხედავად ამისა, დროებამ გადაწყვიტა ქართველი მაყურებელი მონატრებულ მომღერალს კიდევ ერთხელ შეახვედროს. კონცერტი მიშელ ლეგრანთან ერთად და სიმღერა, რომელიც რუსეთის სახალხო არტისტ ცნობილმა კომპოზიტორმა დაუწერა. რატომ არ დარჩა თავის დროზე თამარ გვერდწითელი საფრანგეთში? ვინ არის მის ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი? რა აკავშირებს მას პოლიტიკასთან და გამართავს თუ არა იგი თბილისში სოლო კონცერტს? ტელეიმედი ჟურნალისტები თამარ გოცირიძე და თამარ ჩიხლაძე დროებაში თამარ გვერდწითელის ცხოვრების შესახებ. შენს თვალწინ სცენაზე ამდენ ემოციას ხარჯავენ, კონცერტის შემდეგ საკუთარ ფინანსურ დანახარჯებზე საუბრის უბრალოდ გცხვენია. ეს სიტყვები თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორს ეკუთვნის. მსგავსი განცდა არც მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვისაა უცხო. მიუხედავად ბილეთის ფასისა, თამარ გვერდწითელის ემოცია ყოველთვის გადავსებულ დარბაზში იხარჯება. ეს იქნება ფილარმონია თბილისში, ოლიმპია პარიზში თუ კარნეგი ჰოლი ნიუ-იორკში. საკონცერტო დარბაზის სცენაზე კი ის უკვე მასპინძელია და ლეგენდარული სტუმრის მიშელ ლეგრანის მიღების უფლებაც აქვს. Я бы хотел представить моего очень-очень хорошего друга, русскую, грузинскую певицу. Тамара. ფრანგული აქცენტით წარმოთქმული ქართული სახელი პირველად საფრანგეთში მოისმინეს. პარიზო დაიმახსოვრა ეს სახელი, თქვა მაშინ მაესტრო. თუმცა წლების წინ პარიზს თამარა სხვანაირად დაამახსოვრდა. მას რუსი ედით პიაფი უწოდეს. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლეგრანი, რომელსაც მსოფლიო შერბურის ქოლგების ულამაზეს მელოდიას უმადლის, თავის შემოქმედებას ქართული აღმოჩენისთვისაც გაიმეტებდა. Песня, которую специально для меня написал маэстро Мишель Легран, «Волшебный фортепиано». ჯადოსნური ფორტეპიანო და ჯადოსნური ისტორიები ედით პიაფისა და მირეი მატიეს ქალაქიდან ახლა მხოლოდ ფოტოებზე და მოგონებებშია. მაშინ საფრანგეთში დარჩენაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა ბედმა სხვა გზით წაიყვანა. როგორც ამბობს, ფატალისტია და სწორედ ბედის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მისი პარიზული და თბილისური მოგონებები ახლა მოსკოვის ბინის კედელზეა მოთავსებული. თბილისის ხედებია. ვცდილობდით რომ რაღაც ეს არ გვეგრძნო, რაღაც სადღაც სხვაგან ვართ. და ყოველთვის ადამიანი მაინც თავის რაღაც ძვირფას ნივთებს და ის რაც გულს ძალიან ჭირდება და სულს ალბათ ახერხებს რაღაცნაირად, რომ ამ სიტუაციაში არ გვინდოდა ეს ევროდიზაინი და არაფერი. ამ კუთხეში განსაკუთრებით სერგეი ფარაჯანოვის ცოლის ნაჩუქარი შლაპა უყვარს. მეორე ძვირფას ნივთს თეთრ როიალს კი ვერაფრით შეეგუა. მხოლოდ მუსიკოსებისთვის გასაგები მიზეზის გამო. თეთრი როიალი უნდა ქონდეს, მაშინ როცა გაქვს შავიც. მუსიკოს. იმიტომ რომ ეს შავი როიალი მაინც რაღაც სამუშაო ემოციას ბადებს და მიხვალ, მაგრამ ეს ძირითადად ჩემი როიალი თბილისშია. ძველი როიალი რომანტიზმის ხანა და წარსულის პომპეზურობა განსაკუთრებით იზიდავს. თუმცა ქალს, რომელსაც მე-19 საუკუნის საფრანგეთში დაბადება სურდა, თანამედროვეობა და წინწასული ტექნოლოგიები ყოველ წუთს ახსენებენ თავს. интервьюс დროსაც Перезвоните через час, пожалуйста, я на съемке. Спасибо. და პირდაპირ კონცერტზეც. ერთხელ კონცერტზე არ გამოვიდა ტელეფონი და ზის და გაწიწდა გაყვითილდა ხო და ძალიან შეცვა, ძალიან შერცხვა და მე გამიმეორე. ხო და ვუთხარი რომ 10 процентов ბალაგანი.
ვინაიდან ვаш ტელეფონ უჩასნი კონცერტსა. ჰარმონის მიღწევა რომ მუსიკაში გაცილებით იოლად შეიძლება ვიდრე ოჯახში, ამაში მომღერალი თავად დარწმუნდა. მიუხედავად ამისა, ამბობს რომ მამაკაცების მხრიდან განებივრება არ ჭირდება, რადგან ცხოვრებამ უკვე საკმარისად გაანებივრა, არაჩვეულებრივი ხმით. ფონეტიკურადაც და ემოციურადაც შენ ეკუთვნი გარკვეულ ერს ვთვლი რომ ტყურად ამღერება და ეს ჩემი სათქმელი რაც არის ეს შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ მუსიკით. თამარ გვერდწითელის ცხოვრებაში ახლა ერთადერთი მთავარი მამაკაცია. ის უკვე მეორე კურსია და დედას დაბადებიდან გასტროლებზე დაყვება. მსახიობი არ იქნება, იმიტომ რომ ერთხელ მითხრა რომ მე ვერ გაუძლებდი ამდენ რეპეტიციებს ცხოვრებაში. ერთი წლის იყო, როცა აღმოჩნდა უკვე პირველად გასტროლებზე. და ეს კი ასე თქვათ კულისებს მიღმა ბავშვია, ზაკულისნე. კულისებში გაზრდილი შვილისგან განსხვავებით დედამ ლამის სცენაზე აიდგა ფეხი. No однажды, капитан, был водой кристальный стран. გამორჩეულად ძლიერმა ტემბრმა ის 9 წლის ასაკში მზიურის სოლისტად და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შემსრულებლად აქცია. სწორედ მაშინ უწოდეს სოლო ხმა გუნდის შესაძლებლობებით. ეს კადრები თამარ გვერდწითელისთვის ყველაზე ემოციური და შორეული მოგონებაა. ყველა ბავშვი ხო იცით ეს არის საოცრება და მით უმეტეს როცა იწყებს სიმღერას უფრო ადრე ლაპარაკს. როცა უყურებ აი ამ კადრებს, თითქოს არაფერი არ შეცვლა. გასაკუთრებული დრო გადის, მაგრამ მაინც აი ეს ბავშვი რაღაცა რჩება. ალბათ რაც აძლევს ქალს აი ამ შარმს განუმეორებელს. შემდეგ ცხოვრებაში უამრავი აღიარება ელოდა. წლების განმავლობაში უამრავი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება და ჟურნალისტების შერქმეული მეტსახელი მოაგროვა. შეასრულა ჯორჯ ბიზეს საოცნებო კარმენიც. ამერიკაში კი მისი ხმის განუმეორებელი ვიბრაცია ბარბრა სტრეიზანდის ვოკალს შეადარეს. ამ ყველაფრის გამო არავის ეგონა რომ თარიღებითა და ტიტულებით დატვირთული მომღერლის биографიაში კიდევ ერთხელ ჩაიწერებოდა სიტყვა ჯილ. Цыпочка, пойдем со мной. Эй, ты, разговаривай языком, а не руками. სპექტაკლში კაცი ლამანჩიდან მაყურებელმა თამარ გვერდწითელის კიდევ ერთი მხარე გაიცნო. რეჟისორ იული გუსმანის დადგმაში მომღერალმა დულსინიას როლი შეასრულა. მას პარტნიორობას ლეგენდარული ვლადიმირ ზელდინი უწევდა. Я очень люблю этот мюзикл, замечательный арии, и нужен был ее драматический голос, ее талант. Я всегда восхищался не я один, ее голосом, ее статью, ее княжеским достоинством, ее потрясающим умением создавать из песен пластические истории. ქარის წისქვილებთან ხშირად ქართველი დულსინიაც იბრძვის. მისი სახელი პოლიტიკას მხოლოდ ორჯერ დაუკავშირდა. პირველად, როცა დუმისგან ფონოგრამის წინააღმდეგ კანონის მიღება მოითხოვა. მეორედ კი რუსეთში საქართველოს მოქალაქეების დევნა გააპროტესტა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რუსეთის სახალხო არტისტის პოზიცია არც ერთ რუსულ არხზე არ მოხვდა. იმდენად გააფთრებული ვიყავი და იმდენად ვერ დაინახეს ჩემში ტამარა მიხაილოვნა, რომელიც არის ყოველთვის ძალიან დიპლომატიური ფაქიზად უდგება საკითხებს და ძალიან რბილი და აი ეს ქართული სიდარბაისლით. ეს აზრები გადმოვარქვიე, არც ერთმა არ გავუშვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემი საქმელი თქვი. ცნობილი პრობლემების გამო კრემლში გამართულ კონცერტს სხვა ქართველებთან ერთად ვერც მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ. თუმცა დაძაბული სიტუაციისა და დეპორტაციის გაუგონარი ტალღის პირობებში ერთადერთი ქართული რაც კრემლში უვიზოდ მოხვდა, გვერდწითელის თბილისო იყო. ერთ-ერთმა ფრანგმა პროდიუსერმა პარიზში გვერდწითელს უთხრა: თქვენ ვარსკვლავი ვერასოდეს გახდებით, არასაკმარისად პრეტენზიული ხართ. მიუხედავად ამისა, თამარ გვერდწითელს საკუთარ თავთან ახლა ერთადერთი პრეტენზია აქვს. უნდა თბილისში სოლო კონცერტი გამართოს. თუმცა გადალახავს თუ არა სავიზო რეჟიმს ხმა, რომელსაც არაერთი ენობრივი და მუსიკალური ბარიერი გადაულახავს, ჯერჯერობით უცნობა. სიმღერას ვერავინ ვერ ადამიანის
ჩემს ქალაქში შემიგულია გაფრენილი შვილი და გიბრუნდები შენი ნახვა ისე